ხელოვნური სტრიცკეთ და წყალზე მოვიყვანეთ ახლა. ეს აჩქარდებს რაც უნდა მივართვათ. ხო, წყალმა კიდე გავუშვა. ახლა მოვედით რა უნდა დავაკეთოთ ეს. და დატოვება მოგვიწევს თუ არა ეგ არ ვიცი. წინ წარმომიდგები მე შევასრულებ შენთვის ყველაფერს მაგრამ ვერც რამეს ვერ დაგგვირდები გარდა იმისა რომ ჩემი იყო მუდამ მიყვარდი ასწლეულებად და ჩემოდგომის მწიფენია ვიტანზე გასკდება ბროწეულებად და არაფერია გარდამჭ კიდავტკივილებს სტოვებას მე და ჩემი ხავის ჩანთა ფიქრები ერთო გონაზე ღამერთო ისე შემიყვარდა დავღოდია ლობდურიაზე მხოლოდ ერთხელ და უპს ვიდეო ჩამერტა აკა მიხვდა ტელეფონით რომ მოვედი ვართ რამე მერსედესების თუ რა ხდება ეს აშკარად აი პატარა კომისიები დაუდგეთ შეაო ოიმანი მერსედესის გეოთან მასკვიჩასთან ჩვენი მერსედესი ჩვენ ცეილს გული გამისკდა შენ ვიხარ ვახჩი პატარები ილედაცა პატარებს შეეულე ეს რაც თავარი იყო გამონაბოლქვი ისაც შეიძლება მოსვლა იქ გააკეთა დიდი ნაფუჭავლო და შემეიზარდა ხლულია შემთხვევა და რა ვიცი აი ჩვენი მერსედესი ეს ნუ დასკოჩილია რო არ ჩამოვარდეს მაინც პეპერია ой რატომ რატომ ყოჯე ანუ ის არის ვიზუალი რა ამის წინაში ტოკი უკანაში ტოკი ცალცალი რა რო იყიდო ღირს 700-დან რავი ერთი $1500-მდე როგორც თქვეს ეგ $700 ესე თუ ჩაიგდე რა ძალიან რავი უნდა გაგიმართლოს რა და რავი ნელ-ნელად მოიხოდება ჩვენი CLS-ის და რავი მე უფრო მოხოდილზე კაი ლამაზ ვიდეოებს შემოგთავაზებთ იასა მაგარი კაცი ობა აი ეს სკოლკა აკლია ხედა აი განჩენი მოაწესრიგა ნადი რა კაი დროს წამოვიდით ჩემი ბედის ამაჩი აი ნაიქთ ციკლას დას თუეკლას მაშინს განზე გაშლილი ლამაზი მხრები ოქროს კალამით ნახატის სახე ვერ მოვიშორე სახეზმანება ზუსტად იმ დღიდან რომ დაგინახე დალაგამივი დალალი წნული თვალი უკეთეს ვერას უყურებს დამგზნობაში დაქცეულ მელანს ისევ თვალი თუ დაასტურებს უსადმე სიტყვა სიყვარულია მაშინ მე თვალწინ წარმომიდგები მე შევასრულებ შენთვის ყველაფერს მაგრამ ვერც რამეს ვერ დაგგვირდები გარდა იმისა რომ ჩემი იყო მუდამ მიყვარდი ასწლეულებად და ჩემოდგომის მწიფენია ვიტანზე გასკდება ბროწეულებად აკარი ხო? თუ არა? ო, შეუხვი. ელა პავროთუნი ჩაუ. აკარი. იდი მიადექი პირდაპირ. გონი ხელოვნური სტრიცკეთ და წყალზე მოვიყვანეთ ახლა. ეს აჩქარდებს რაც უნდა მივართვათ. ხო, წყალმა კიდე გავუშვა. ახლა მოვედით რა უნდა დავაკეთოთ ეს. და დატოვება მოგვიწევს თუ არა ეგ არ ვიცი. მაგრამ არ შემოვიყვანეთ რა. ой, მე რა ხდება ეს. ვა
ახლა პეპეები ყავს ისე. ეს კონტროლერია. ეს წანთისი. ხა ჩიქრისტრო საჭარი არის ხუდი რა. ხადია. ისი მანქანა და ნუსარი უკანა მხარეს წინა მხარეს მოკედან ახსის მარჩენ საკრა ბრენდის სახით. შეგაწავედი გამიწე. ვაც. მე შევასრულებ შენთვის ყველაფერს, მაგრამ ვერც რამეს ვერ დაგვირდები. გარდა იმისა, რომ ჩემი იყო, მუდამ მიყვარდი 100 წლეულებად და ჩემო დგომის მწიფენია ვიტანზე გასკდება ბროწეულებად. და არაფერია აღარ დამჭ დავტკივილებს სტოვებას მე და ჩემი ხავის ჩანთა ფიქრები ერთო გონაზე ღმერთო ისე შემიყვარდა დავღოდია ლობდუნიაზე მხოლოდ ერთხელ და ამ თულელზე და ამ თულელის იქითაც ხამუთანაც გაზდეს. ეს არის Itmes parolებს, Valentins და Valentsac და მეფსას და კაროლებს, ტუსკოსის და მეფესოც, ჯოკერსას და პარონებს, ვისკითხუებს და მასში და გონებას ამონიებს, გიხურებს, ბევრი თვალ ვიტულებსაც, ეტება ბევრი ტრავმა და ვალი გირთულებს, მეფესოც, ჯოკერსას და პარონებს, ვისკითხუებს და მასში და გონებას ამონიებს, გიხურებს, ბევრი თვალ ვიტულებს. With you I'm feeling alive. მოგესალმებით ყველას. ენერატო მომდინა არ ვიცი. მოკლედ ვიდეოს დასაწყისში შესავალი მოკლედ არ გამგეთებია რა და აქამდე თუ მოხვედი და ვიდეოს უყურებ არხი გამოიწერე და ვიდეოდა ლაიქი. ვიდეოს გადაღება რომ ნუ აქაც ისეთი დეტალები დიდად არაფერი არის გასაკეთებელი, მაგრამ ლუკი რო გვაქვს ეგეც არ იხსნება ეს ალგანდა რა. ესენი მუშაობს მარტო რა ფანჯრებზე, უკანებიც არ მუშაობს. ან თუ მუშაობს მარტო ჩადის და ამოშლით აღარ ამოდის წინაზეც ეგრე არის რა. ნუ სიდენიები და დანარჩენი რაღაცები ნუ ხედავთ ნორმალურ მდგომარეობაში ხო ვერ იტყვი რომ იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ ნუ გამოგადგება რა. გვაქვს და ინტერიერში საჭემო მწონს ყველაზე მეტად რა. და ხო, ნუ ამქანა შიგნიდანაც აქვს რაღაცები გასაკეთებელი, ნუ იდეაში ბევრი რაღაცა, ანუ ელექტროობაც არის გასასწორებელი რა. ძალიან ბევრი და ძალიან მომწონს რა. ესეც კარბონია, ესეც ნუ ვიზუალურად ეთყობა კიდევაც. საჭეზე ნუ ძალიან მომწონს და ბევრს არ ვილაპარაკებ. სკამზე ესეც ალკანტა რა, ეს ტყავია. ზედაც ესეც ალკანტა რა, როგორც თქვი. ანუ ხა დანარჩენი რავი რა გითხრათ რა, ხა ვიზუალურად მინდა რომ აი ეს შევცვალო რა. იმიტომ რომ ამას აქვს მარტო აუქსის გადამყვანი რა. და ეს მანქანა ხა სავარაუდოდ კი არა მე მრჩება რა. მაგრამ ჯერ სამწუხაროდ პრავა არ მაქვს. ეს მანქანა არის 5-დან 2 კომპრესორი რა. ანუ კი 5 და 5 აწერია იქ, მაგრამ არ არის 5 და 5. რაც შეეხება გარეთაც ძალიან პირველი პრობლემა გვაქვს. ხო ეს ჩემი ზუგო. გარედან რაც შეეხება. ხო ეხლა მანქანის მოტორში ყდარია. დამძარია ასაღები გავღე მანქანა.
და დასარეცი ყავს საშინლად. წინა აი ეს რა გვიყენია სხვა მანქანის, ნუ უდიაში დედაც აქ ნატირები, ამას ესე უხეშად რო ვთქვა. და ეგ გვაქვს შესაძლებელი. ნუ ეთყობა ხო რომ დედა აქ ნატირები რა. დისკები ახლა მანქანას ესე უხდება. ამ შედარებით ნორმალურად და კარგიც არის რა, ახლა ამ ვიზუალისთვის, მაგრამ მე სამოვალოდ შესვლას ვაპირებ მე რომ დამჩება ეს მანქანა და ამან ამხლართ, ანუ ორი წამი ხო შეგიძლია მაცადე. ხო და უკანა შტოკიც გვიყენია სკვისი, არ კონტობის უყენია, მაგრამ მოიცა იქით ხარეს განახებთ ხავე რამ მდგომარეობაში გამოიყურა. ნუ Instagram-ზე ვინც მაგალითად თვალს, ესეთ ძალიან ბევრი ვიდეო მიდევს უკანა მხარეს, იმიტომ რომ მე უფრო უკანა მხარე მომწონს სამანქანს. აი აქეთ არის აქ პირდაპირ მნიშვნელობით დედა ნატირები. ახლა რავში შეგახედოთ. აი მოჩავხოთ. ნუ სიგნისეულ დეტალებს ჯერჯერობით ვერ ვუღრმავდები, იმიტომ რომ მაგდენი რაღაცების არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ რაც ეს მანქანა ვიყიდე, რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ეს ავტო სფეროში უფრო მეტი დრო კი არა, უფრო მეტ რაღაცა ვისწავლო, რაც ვიცი რა. და ასე გამოიყურება ჩვენი 5-დენეული კომპრესორი. და წყალს უშვებს აი აქედან რა, ამიდან. ოღონდ ცოტა ქვევით არის რა. სადღაც აი ამ ნაწილში არის გადასაჭერი აი აქ რა, აი ამ ნაწილში ზუსტად. ვიდეოში თავიდან რა ჩანდა, ეს მთლიანად მოხსნილი იყო, დაშლილი იყო და უფრო კარგად ჩანდა რა. რაც თვითონ მას გვჩამ გვანახა. ან აქეთ მხარეს არის აი ეს, აქეთ, ან ნუ აქეთ მხარეს აქვს რაღაც, აი აღარ მახსოვს. ხო, ანუ შიდა ინტერიერში რაღა იყო და რას გადავეკიდე, ხო? ძრავში ყველაფერი რიგზე გვაქვს. არაფერი არ არის შეცვლილი წესით, ნუ ჩვენი ხელიდან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ის ვიცი რომ თავისუფალ პატრონს რაღაცები იქნება და გადაკეთებული რა. ხო და დანარჩენი ეხა რა ვთქვა რა. დანარჩენი წესით მეტი არაფერი არ ვიცი, ასე რომ დავალოდოთ სხვა მოვლენებს. ხო, და რა ვიცი, ისე თქმა შემილია მანქანაზე. ნუ ვიზუალურად წინა და უკანა შეტაკები არის შესაძლებელი და დანარჩენი წესით ყველაფერი გაკეთებადია რა, იმიტომ რომ აი აქაც ეთყობა რა. ნუ არ ვიცი, ჟარგონი რო გამოიყენა ზაზურებში თუ სწორად ზის, ანუ არ ზის პირიქით რა. ხო, ეთყობა კიდევაც რომ არ ზის რა. ცოტა ესე თამამი გადაწყვეტილება და ცოტა თამამი ნათქვამია, მაგრამ Instagram-ზე, ვისაც დახმარების სურვილი ექნება, მოღწეროს რითიც შეუძლია, ნუ ყველანაირ შემოთავაზებასაც მივიღებთ. მე ხა სპონსორებზე და სხვა დანარჩენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ YouTube-ს იმიტომ ვიწყებ, რომ ვფიქრობ, რომ YouTube-ს ახალი სახე ჭირდება რა. ნუ ხა იმასაც არ ვამბობ, რომ არიქა და ჩემი სახე ჭირდებოდა YouTube-ს, მაგრამ შეიძლება გამოდგე რა ამ სფეროში. ნუ ჩემთვის ახლა რადგან YouTube-ზე მივედით, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ YouTube-ი რამდენიმე YouTuber-ის გარდა ძალიან კვდება რა. ჩემთვის ახლა ყველაზე ყურებადი YouTuber-ი არის ზიპერა პირველი, ვისაც მოგზაურობა ისე უხეშად რო ვთქვათ ევასება კაკო და რავი ხა გიგიზე და სოსოზე უკვე საუბარი აღარ მაქვს. ვადი YouTube-ს რაც შეეხება, ჩემთვის ყველაზე ყურებადი არის კაკო, ზიპერა და საეჭვო, იმიტომ რომ ნუ ყველაფერს მართლაც ლაპარაკობს რეალურად რა. ხო, ვაიმე, ეს მომჩნი ამას რა ჭირს. გავიგე რომ რაღაც ახალი კანონია. რომ დეკემბრიდან მარტამდე არისო რა. და ანუ არ შეგიძლიაო რომ ნუ მე ისე ვიცი რომ ქალაქ გარეთ არ შეგიძლია რა. ნუ ესე ზამთრის სკორდებს ან ბაკურენის სადმე რო წახვიდე, ანუ საფულის საბურავებით ვერ წახვარ რა. უნდა გიყენოს ზამთრის საბურავები. მაგრამ ხა ცხოვრების ისეთი ეტაპი მაქვს და გვაქვს უგადახთ ოჯახში, რომ ნუ 4-ვე საბურავი სადაც შეცვლილი გვაქვს რა.
ალბათ ეთყობა თქო არა, მაგრამ ძალიან დიდი დისკები კი არა და საბურავი ვიყენია ზოგადად ამანქანას რა. მაგრამ 3 თუ 4-ვე შეცვლილი, მაგრამ 3 მინიმუმ შეცვლილი გვაქვს რა. მოკლედ ბათუმში ჩავარტყით, მოგეხსენებათ რა ბათუმში იგზები რომ ცუდი ახლა ცუდად არ მიიღოთ, ვინც ბათუმი მიყურებს რა, მაგრამ საშინელი გზები გაქვს. და ნუ ყველას გირჩევთ რომ იდეაში ფრთხილად იაროთ, რამით უმეტეს ღამე. დიდ მანქანებს უკვე როცა მიყვებით, ნუ ყურადღებით უნდა იყოთ, იმიტომ რომ დიდი მანქანა ჩვეულებრივად გადადის ცუდ გზებზე რა. დისკი გავაფუძეთ რომელიღაცა სხვათა შორის. ანუ შეიძლება არც ეტყობოდეს, მაგრამ დეტალებში რო ჩაუღრმავდე, ნუ არც ისე კარგ მდგომარეობაში გამოიყურება რა. ხო, ნუ ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რეალურად ამის უფრო სიღრმისეული თემები სამწუხაროდ არ არის. და ვერ გეტყვით, კაია სულია. ხო, ესე ვიზუალურ მხარეში ეს ნომერი არ მithunებია. მამა ჩემმა დაამატა რა. ანუ 129 ზოგადად ტელეფონის ნომერშიც გვაქვს ყველაფერში და ანუ თითქმის ყველაფერში რა, საერთოდ.